ეს არის იანჩინის აკადემიის ინფოსესია ქართულ ენაზე. პირველ რიგში დავიწყებ ჩემი თავის წარდგენით. ჩემი სახელია ნინო, მე 2024 წელს ჩავირიცხე იანჩინის აკადემიაში, ანუ მე-10 ნაკადის წარმომადგენელი ვარ. ბაკალავრიატი დავამთავრე დუკის უნივერსიტეტში და დუკ კუნჩანში პოლიტიკური ეკონომიკის მხრივ და იანჩინის აკადემიაში ვარ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვსწავლობ, რა თქმა უნდა, China Studies პროგრამას. ახლა იანჩინში ასისტენტადაც მუშაობ ოფისთანაც და კურსებს ეკონომიკის კურსის ასისტენტიც ვარ და ჩემი თეზისი, რომელსაც შემდეგ კვირას 20-ში მაქვს დაცვა, ეხება ჩინეთთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის პროექტებს სამხრეთ კავკასიაში და ვარიაციას ამ პროექტების. დავიწყე პროგრამის წარდგენით, მანამდე აქ ეს არის პეკინის უნივერსიტეტის კამპუსის სურათები. პეკინის უნივერსიტეტი ჩინეთში არის წამყვანი უნივერსიტეტი, ცინხუას უნივერსიტეტთან ერთად და მსოფლიოში მე-14 ადგილი უჭირავს, მაგრამ რეიტინგებსაც რომ არ შევხედოთ, კამპუსი არის ჩვენი მართლაც ულამაზესი. ეს არის ვეიმინგჰუს ტბა და იხვები მის გარშემო, რომლებიც ცხოვრობენ, ეს ჩვენი ლეგენდარული პაგოდა. მოკლედ ულამაზესი გარემოა სასწავლად და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებაა მთელი ჩინეთის მასშტაბით და მსოფლიოშიც. ეს კი არის ჯინიუანის შენობები. ჯინიუანის შენობები არის თვითონ კამპუსზე პეკინის უნივერსიტეტის შიგნით ყველაზე კამპუსის ძველ ნაწილში მდებარეობს ჯინიუანის courtyard, ასე ქვია ინგლისურად და ორი შენობა აქედან უკავია თვითონ იანჩინის აკადემიას. ჯინიუანის მესამე შენობა არის ადმინისტრაციული შენობა და მეოთხე შენობა არის, სადაც იანჩინის სტიპენდიანტები ლექციებს ესწრებიან. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საკლასო ოთახი და ასევე ფისოები, რომლებიც ჩვენს ჯინიუანში ცხოვრობენ. და ესეც ჩემი აზრით კამპუსის ერთ-ერთი ულამაზესი და ყველაზე ისტორიული ნაწილია, სადაც ჩვენი აკადემია მდებარეობს. მოკლედ დავიწყებ პროგრამის მისიის განხილვით, ანუ იანჩინის აკადემია დაარსდა დაახლოებით 10 წლის წინ და მისი მისია არის, რომ ჩინეთი დააკავშიროს დანარჩენ მსოფლიოს. ანუ პროგრამის მიზანი არის, რომ მოიზიდოს საუკეთესო სტუდენტები მსოფლიოს გარშემო, რომლებიც შემდეგ აქ აღიჭურვებიან ჩინეთის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის ღრმა ცოდნით, რომ შემდეგ ეს ცოდნა გამოიყენონ მსოფლიოში ხიდების ასაშენებლად, მოკლედ ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. და ამიტომაც არის აკადემია ძალიან საერთაშორისო და 90-ზე მეტი ქვეყნიდან იზიდავს სტუდენტებს. არა მარტო საერთაშორისო სტუდენტებს, არამედ ჩინელ სტუდენტებსაც დაახლოებით მე-5 ყოველ წელს სტიპენდიანტების არის ჩინეთიდან და დანარჩენი 80% არიან საერთაშორისო სტუდენტები. თვითონ პროგრამა არის 2 წლიანი, არის სრულად დაფინანსებული ინტერდისციპლინარული მაგისტრატურის პროგრამა. ინტერდისციპლინარული იმას გულისხმობს, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დისციპლინასთან შეიძლება აქ შეხება გქონდეთ. შემდეგ კურიკულუმს უფრო დეტალურად განვიხილავ, მაგრამ ძალიან დიდი მოქნილობა იმის მხრივ, რისი შესწავლა გინდათ და რა ტიპის კურსების აღება გინდათ თვითონ პროგრამის ფარგლებში. სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე, ასე რომ ჩინური ენის ცოდნა მაღალ დონეზე არ არის მოთხოვნა აკადემიაში ჩარიცხვისთვის, მაგრამ თუ კი სტუდენტები შემოდიან ძალიან მაღალი ჩინურის დონით, რაც გქონია ასეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა შეუძლიათ, რომ უფრო იანჩინის აკადემიის გარეთ პეკინის უნივერსიტეტის კურსებიც აიღონ ჩინურ ენაზეც და არის გარკვეული ნაწილი კურსების პეკინის უნივერსიტეტში, რომლებიც ინგლისურ ენაზე შეიძლება რომ აიღონ სტუდენტებმა. პირველი წლის დაფინანსება არის სრული ყველა სტუდენტისთვის, მეორე წლის დაფინანსება არის დამოკიდებული აკადემიურ მოსწრებაზე და თვითონ აქტივობებზე პირველი წლის განმავლობაში, მაგრამ უმეტესობა სტუდენტების რა თქმა უნდა ინარჩუნებს კარგ აკადემიურ მოსწრებას და მეორე წლის სტიპენდიასაც სრულად ღებულობს და დიპლომებს გასცემს პეკინის უნივერსიტეტი.
რაც შეეხება დაფინანსებას და დამატებით რესურსებს პროგრამისას, როგორც ხედავთ, დაფინანსება თვითონ არის ძალიან ძლიერი პაკეტია დაფინანსების, მოიცავს სწავლის ხარჯებს, საცხოვრებელს, ყოველთვიურ სტიპენდიას, პეკინში და პეკინიდან დასაბრუნებელ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევას და დანარჩენ კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებსაც დავფარავთ ასევე უფრო დეტალურად. რაც შეეხება დანარჩენ რესურსებს. პირველ წელს გვაქვს, როგორც ხედავთ, აქ რამდენიმე გრანტია მოცემული, რომლებსაც ცალკე გასცემს აკადემია. ეს არის უფრო მცირე კვლევითი გრანტები დაინტერესებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ცალკე კვლევითი პროექტი, რომლისთვისაც მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეთ აკადემიისგან. ამის გრანტები არსებობს პირველ წელს. სამი სხვადასხვა გრანტია მოცემული, მათ შორის, როგორც ხედავთ, ზაფხულისთვის არის გრანტი. მეორე წელს რაც შეეხება, არის შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად საერთაშორისო სტუდენტებისთვის რეკომენდირებულია ხოლმე ჩინეთში დარჩენა, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება პროგრამის არის მაინც ჩინეთის შესწავლა და ჩინეთის გაცნობა, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ სურვილი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამის. აქ გვაქვს ჩამოთვლილი იანჩინის აკადემიასთან დაკავშირებული გაცვლითი პროგრამები, მაგრამ არის ძალიან ბევრი, რომლებიც პეკინის უნივერსიტეტის მხრიდან არის მოცემული პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ისინიც ღია, რა თქმა უნდა, იანჩინის აკადემიის სტუდენტებისთვის. ჩვენი გაცვლითი პროგრამები ძალიან ბევრ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის აქ ხედავთ კემბრიჯს, კორნელს, სოულის ეროვნულ უნივერსიტეტს, ვასედას უნივერსიტეტს იაპონიაში, ჩინური ენის შესწავლის გრანტებს მეორე წელს, რომლებიც ასევე სრულად ფარავს სხვადასხვა გრანტებს, რომლებიც 12 ან 16 კვირას გრძელდება ხოლმე და დამატებითი გრანტები შემოდგომისთვის და გაზაფხულის სემესტრებისთვის, დამატებითი კვლევის წარმოებისთვის. და რა თქმა უნდა, ასისტენტის პოზიციებიც არის შესაძლებელი სტუდენტებისთვის. მე როგორც გითხარით, ერთ-ერთი ოფისის ასისტენტად მუშაობ, ასევე კურსებისთვის შეგიძლიათ რომ გაქვთ შესაძლებლობა რომ ასისტენტად იმუშაოთ მეორე წელს და ასე რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა დამატებითი აკადემიური გამოცდილების მიღებისთვის. ეხლა რაც შეეხება თვითონ ორწლიან პროგრამას იანჩინის აკადემიაში. როდესაც შემოგაქვთ აპლიკაცია იანჩინში, ირჩევთ კონკრეტულ კონცენტრაციას. მე როგორც თქვი, მაგისტრატურის პროგრამა არის ჩინეთის შესწავლის მხრივ, ანუ China Studies მაგისტრატურის პროგრამა, მაგრამ შემოდიხართ ერთ-ერთ კონცენტრაციაში. გვაქვს მოცემული აქ სულ გვაქვს 6 კონცენტრაცია იანჩინის აკადემიაში. მათ შორის ეკონომიკა და მენეჯმენტი, ისტორია და არქეოლოგია, სამართალი და საზოგადოება, ლიტერატურა და კულტურა, ფილოსოფია და რელიგია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. ყველაზე პოპულარული არის პოლიტიკა, მაგრამ არანაირი შეზღუდვა არ არის, რამდენი კონცენტრაციიდან რამდენ სტუდენტს უღებულობთ ყოველ წელს. უბრალოდ უფრო მეტი სტუდენტი შემოდის ხოლმე ამ ორი მიმართულებით, მაგრამ თვითონ აკადემიას არ აქვს შეზღუდვა, რომელი კონცენტრაციით შემოდიხართ. ანუ ეს მიღების შანსებს არანაირად არ ცვლის. პროგრამის პირველ წელს იფარება კურიკულუმი სრულად. ანუ პროგრამის კურსები რაც არის, მთლიანად იფარება პირველ წელს, მეორე წელი მთლიანად ეთმობა თეზისზე მუშაობას. ეხლა გადავხედოთ კურიკულუმს უფრო დეტალურად. კურიკულუმი მოიცავს როგორც სავალდებულო კურსებს, ასევე არჩევით კურსებს, სულ არის 31 კრედიტი, 31-ვე კრედიტი იფარება პირველ წელს, აქედან 15 არის არჩევითი კრედიტი და დანარჩენი არის სავალდებულო კურსები. სავალდებულო კურსები საველე პრაქტიკას მოიცავს,
მოწვეულ ლექტორებს, მოწვეულ ლექციებზე დასწრებას, აკადემიური წერის კურსს და China in Transition არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურსი, რომელიც აუცილებლად ყველა იანჩიტინ სტიპენდიანტმა უნდა გაიაროს. ეს არის უფრო წარდგენითი კურსი, რომელიც მოიცავს ჩინეთის პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვადასხვა საკითხების პირველად ესე გაცნობას. დამატებითი მოთხოვნები საერთაშორისო სტუდენტებისთვის არის აუცილებლად ჩინური ენის გავლა, ანუ პირველ წელს ყველა საერთაშორისო სტუდენტი ვალდებულია, რომ ჩინური ენის კურსი გაიაროს. თუ კი სტუდენტები შემოდიან ძალიან ძლიერი ჩინურის დონით, მაინც არ შეიძლება რომ ამ მოთხოვნას გვერდი აუარონ, მაშინ პეკინის უნივერსიტეტში უნდა გაიარონ სრული მაგისტრატურის კურსი ჩინურ ენაზე. დანარჩენებისთვის 6 დონე გვაქვს ჩინურის კურსების და ტესტს შემოსვლის წინ აკადემია გვაწერიებს ტესტს და გვანაწილებს შესაბამის ჩინურის კლასში. რაც შეეხება არჩევით კურსებს. აქ არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი არჩევითი კურსი ყველა მიმართულებით. ესენი არის სოციალური მეცნიერებების მხრივ, ესენი არის აქ გვაქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების კურსები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აქ, რაც უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ ვალდებულება ყველა სტუდენტს აქვს რომ გაიაროს საკუთარ კონცენტრაციაში კურსი, მაგრამ მხოლოდ 2 კურსია სავალდებულო, რომ თქვენს კონცენტრაციაში გაიაროთ. ანუ როგორც თქვი, პროგრამა არის ინტერდისციპლინარული, ანუ დანარჩენი კურსების არჩევა ნებისმიერი კონცენტრაციიდან შეგიძლიათ. თუ კი ვთქვათ, კონცენტრაციის შეცვლა გინდათ, მაშინ თქვენ კონცენტრაციაშიც 2 კურსი უნდა გაიაროთ და ახალ კონცენტრაციაშიც 2 კურსი უნდა გაიაროთ, მაგრამ ეს არის ერთადერთი შეზღუდვა კურსების შერჩევის მხრივ, დანარჩენი ნებისმიერი კონცენტრაციიდან შეგიძლიათ აირჩიოთ კურსები. აქ როგორც ხედავთ, პირველ 3 კონცენტრაციაში უფრო მეტი კურსია, იმიტომ რომ უფრო მეტი სტუდენტი შემოდის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, მაგრამ ჰუმანიტარული მეცნიერებების განხრითაც გვაქვს კურსები, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მეორე წელს, მეორე წელი, როგორც თქვი, მთლიანად ეთმობა კვლევას და თეზისზე მუშაობას. დისერტაციას დაიცავთ მაისში, შემდეგ კვირას გვაქვს ჩვენ დისერტაციების დაცვა. ამისთვის პირველი წლის ბოლოს წარადგენთ თქვენს კვლევას, ან research proposal აუცილებლად უნდა დაიწეროს და პირველი წლის ბოლოს უნდა office წარუდგინოთ თქვენი კვლევითი პროექტი, რის წარმოება გინდათ, დაახლოებით მონახაზი აუცილებლად უნდა გქონდეთ და აუცილებლად უნდა შეერჩიოთ აკადემიური ხელმძღვანელი, რომელიც მეთვალყურებას გაუწევს თქვენს პროექტს მთელი მეორე წლის განმავლობაში. აქ როგორც ხედავთ, ჩვენ სულ 164 აკადემიური ხელმძღვანელის არჩევა შეგვიძლია პეკინის უნივერსიტეტის 26 სხვადასხვა დეპარტამენტიდან. ყველა კონცენტრაციას აქვს თავისი დეპარტამენტები, აქ ჩამოთვლილი, საიდან შეგიძლიათ ხელმძღვანელის არჩევა და არჩევანი არის მართლაც ძალიან დიდი, იმიტომ რომ თითქმის ყველა დეპარტამენტი არის წარმოდგენილი აქ. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, კვლევით მუშაობას, საველე პრაქტიკას და სხვა კლასგარეშე აქტივობებს, რასაც სტიპენდიანტები აწარმოებენ. Fall Field Study. ეს არის ჩვენი ყოველწლიური საველე გასვლა. მოკლედ, პირველ კურსელი იანჩინის სტიპენდიანტები ყოველ წელს, დაახლოებით ნოემბერში, მივყავართ ჩინეთის რომელიმე ლოკაციაში. ჩემი ნაკადი წაგვიყვანეს ჰანგჯოუში და ნინგბოში. ეს არის ერთკვირიანი გასვლა და ამ ერთკვირის განმავლობაში გვიტარებენ ლექციებს, ვესწრებით პრეზენტაციებს, სხვადასხვა კომპანიებთან გვაქვს ხოლმე ვიზიტები, რა თქმა უნდა, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილები, რაც არის ჰანგჯოუში და ნინგბოში, ისინიც მოგვატარეს, ჩაგვიტარეს იქ ლექციები. მოკლედ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რა თქმა უნდა, სრულად დაფინანსებულია პროგრამის მიერ. და ყველა სტიპენდიანტი, ანუ ყველა მთელი კლასი ერთად მიდის ამ
ამ გასვლაზე ყოველ წელს დაახლოებით 100-დან 120 სტუდენტამდე ყავს და ეს არის ყველაზე დიდი საველე გასვლა, რაც გვაქვს პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს. ასევე გვაქვს კვლევითი პროექტი China in Transition კურსის ფარგლებში. China in Transition, როგორც ვახსენე, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურსი, რომელიც ყველა იანჩინის სტიპენდიანტმა უნდა გაიაროს. კურსი შედგება 2 ნაწილისგან. პირველი სემესტრი აქვს დათმობილი ლექციებს, ანუ ყოველ კვირას გვიტარდება ლექციები და გვაქვს სემინარები, სადისკუსიო სემინარები და პირველი სემესტრი როცა დასრულდება და ეს საბაზისო ცოდნა გვაქვს უკვე ამ პირველი სემესტრის შემდეგ, მეორე სემესტრში სტუდენტები ნაწილდებიან ჯგუფების მიხედვით, მოკლედ და ყველა ჯგუფი ირჩევს ნებისმიერ ადგილს ჩინეთის ფარგლებში, სადაც დაინტერესებული არიან რაიმე კვლევის წარმოებით. ეს შეიძლება ნებისმიერ თემას ეხებოდეს, შეიძლება ნებისმიერ სფეროში იყოს. აკადემია სრულად აფინანსებს ამ კვლევით გასვლებს და როგორც ხედავთ, აქ აი ჩემ წელს მაგალითად 2024-ში 31 ჯგუფი წავედით 13 სხვადასხვა პროვინციაში, 2025 წელს Prostorad 25 წელს არის ჩემი ჯგუფი, 29 სხვადასხვა ჯგუფი წავედით 17 სხვადასხვა პროვინციაში და 29 სხვადასხვა კვლევითი პროექტი გამოვიდა ამ კურსის ბოლოს და ბოლოს გვაქვს ხოლმე China in Transition კონფერენცია, სადაც ყველა წარადგენს თავის მოგზაურობას და თავის კვლევას და მერე გამარჯვებულსაც ვასახელებთ ხოლმე. და ერთმანეთის პროექტებსაც ვეცნობით. წელსაც 32 ჯგუფი წავიდა 17 სხვადასხვა პროვინციაში და ძალიან საინტერესო პროექტები არის ხოლმე, ძალიან დიდი ვარიაცია თემების მხრივაც, ზოგი აქ როგორც ხედავთ, ზოგი ჩაის პლანტაციებში მიდის, ზოგი ელექტრომანქანებს იკვლევს და ასე შემდეგ. მოკლედ, შეზღუდვა არ გვაქვს თემების მხრივ და ძალიან საინტერესო პროექტები გამოდის ხოლმე ბოლოს. რა თქმა უნდა, ყავს მოწვეული სტუმრებიც, ლექციებს, სავალდებულო ლექციებსაც გვიტარებენ და სავალდებულო ლექციების გარეთაც ყავს მოწვეული ლექტორები და სტუმრები. აქ ხედავთ მაგალითებს წარსულში ვინც ყოლია, მაგალითად საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ირლანდიის ელჩი ჩინეთში, სინგაპურის ელჩი ჩინეთში და ასე შემდეგ. რაც შეეხება იანჩინის გლობალურ სიმპოზიუმს. მე როგორც მითხრეს, ერთი ქართველი მონაწილეობდა წელს. ეს არის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც იანჩინის აკადემია მართავს. ყოველ წელს იანჩინის სტიპენდიანტები თვითონ ქმნიან გუნდს და ეს გუნდი მუშაობს ამ კონფერენციის ორგანიზაციულ საკითხებზე. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენცია მთელ ჩინეთში. და მოხვედრის მაჩვენებელი მე როგორც ვიცი არის 1%-ზე უფრო დაბალი. მაგრამ ყველა იანჩინის სტიპენდიანტი ესწრება და ყოველ წელს მიმდინარეობს ეს კონფერენცია. ოღონდ წელს მაგალითად პეკინში იყო, მომავალ წელს ჰაინანის კუნძულზე იქნება. შარშანაც ჩვენ ჰაინანის კუნძულზე გაგვაფრინეს ყველა ერთად და იქ ჩავატარეთ კონფერენცია, იმიტომ რომ პარტნიორობა გვაქვს იქ საგანმანათლებლო ზონას აშენებენ და ამათთან გვაქვს პარტნიორობა და შესაბამისად კონფერენცია ყოველ მეორე წელს ჰაინანის კუნძულზე ტარდება ხოლმე და წელს პეკინში ჩატარდა კონფერენცია. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივობა, რომლითაც სტიპენდიანტები კავდებიან ხოლმე ყოველ წელს. ეს არის შარშანდელის სურათები ჰაინანის კუნძულიდან. ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთიდან, როგორც ხედავ, აქ ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს კიდევ კონფერენციის ფარგლებში, კულტურული აქტივობებიც და თვითონ კონფერენციის ლექციებიც. ეს არის წარსულში თემები, რაც ჰქონდა იანჩინის გლობალური სიმპოზიუმის YGS-ს ვეძახით.
ყველა თემა რაღაცნაირად მაინც არის ჩინეთის განვითარებასთან დაკავშირებული და თვითონ სათაური ყოველ წელს აერთიანებს ლექციების თემებსაც, რაც გვაქვს ყოველ წელს წარმოდგენილი. ეს არის ბოლო 3, ეს 2025 წელს მე სადაც მივიღე მონაწილეობა, ეგ არის, ეს არის Harnessing Momentum, ეს არის ყველაზე ახალი, ახლა აპრილში ჩატარდა პეკინში. ყოველ წელს ცალკე გუნდი იქმნება ხოლმე სტიპენდიანტების, რომელიც მუშაობს ლოგოზე. ლოგო აუცილებლად აერთიანებს ხოლმე დასავლურ და ჩინურ ელემენტებს, რომ რაღაც ესეთი გლობალური დანიშნულება წარმოადგინოს კონფერენციის. რაც შეეხება კლასგარეში აქტივობებს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს აკადემიის შიგნითაც და თვითონ პეკინის უნივერსიტეტის ფარგლებშიც. ძალიან ბევრი სტუდენტური კლუბია, ცეკვის კლუბები, სპორტის გუნდები, რაც გვაქვს ხელოვნების გუნდები და ასე შემდეგ. მე თვითონ გაჩვენებთ სურათებს, მეც ვიყავი აკაპელას ჯგუფში. საერთოდ ეს სტუდენტური კლუბები ძალიან კარგი შესაძლებლობაა ხოლმე, რომ პეკინის უნივერსიტეტის უფრო დიდ გარემოში დიდ გარემოს გაეცნოთ და იქიდანაც გაიჩინოთ მეგობრები, იმიტომ რომ იანჩინის აკადემია უფრო დახურული აკადემიაა თვითონ პეკინის უნივერსიტეტის გარემოს შიგნით 200 სტუდენტს მოიცავს, ძალიან საერთაშორისო გარემოა და ძირითადად ერთმანეთთან გვაქვს ხოლმე ურთიერთობა და პეკინის უნივერსიტეტის კლუბებში მონაწილეობის მიღებით ძალიან ანუ უფრო მეტად ეცნობით თვითონ უნივერსიტეტის გარემოს და ჩემი აზრით ძალიან ღირებული გამოცდილებაა ესეც. რაც შეეხება თვითონ სტიპენდიანტებს, საიდან მოდიან, რა პროფილის სტუდენტები არიან ხოლმე ძირითადად წარმოდგენილი აკადემიაში. რეგიონალურ რეპრეზენტაციას რაც შეეხება, როგორც ხედავთ, უმეტესობა სტუდენტების მოდის ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან და ევროპიდან. აკადემია ახლა აქტიურად ცდილობს, რომ ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდანაც გაზარდოს წარმომადგენლობა. მაგრამ ძირითადად აქედან მოდიან ჩვენი სტუდენტები. ახლა უკვე მე-11 ენაკადი ყავს, მე-12 ენაკადი მიიღეს და შემდეგ წელს შემოვა, ანუ სულ 1183 სტიპენდიანტი არის იანჩინის პროგრამაში ამჟამად 89 სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ძალიან ბევრი უნივერსიტეტია წარმოდგენილი, 412 სხვადასხვა უნივერსიტეტი. და იანჩინის აკადემიას თვითონ აქვს ძალიან ბევრ უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაფუძნებული, უბრალოდ ქართული უნივერსიტეტები ამჟამად არ არიან წარმოდგენილი. იმედია იქნებიან მომავალში. ეს არის ჩამონათვალი უნივერსიტეტები, საიდანაც ისტორიულად უფრო მეტი სტუდენტი მოდის ხოლმე აქედან. რა თქმა უნდა, პეკინის უნივერსიტეტი და მსოფლიოს სხვადასხვა ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტები, კემბრიჯიდან და ოქსფორდიდან ყავს ხოლმე ბევრი სტუდენტი, ჰარვარდიდან, იელიდან და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ გამოცდილებას და აკადემიურ გამოცდილებას თვითონ სტუდენტების უმეტესობა შემოდის მინიმუმ, რა თქმა უნდა, ბაკალავრის დონე უნდა გქონდეთ აკადემიაში შემოსასვლელად. მაგრამ ბევრი სტუდენტი, როგორც ხედავთ, დაახლოებით მე-4 შემოდის ხოლმე უკვე მაგისტრატურის ხარისხის მქონე. ანუ იანჩინი ხანდახან მეორე მაგისტრატურაა ხოლმე სტუდენტებისთვის. შეიძლება პროფესიული გამოცდილებაც გქონდეთ, თქვათ ბაკალავრის შემდეგ მაგისტრატურა გაიაროთ ან რამდენიმე წლით იმუშაოთ და შემდეგ შემოიტანოთ აპლიკაცია აკადემიაში. ამაზე შეზღუდვა არ არის, უბრალოდ
ანუ ესეთი მკაცრი შეზღუდვა ასაკზე არ გვაქვს, უბრალოდ 29 წლის ზევით ჯერ არავინ არ მიუღიათ იანჩინის აკადემიაში. ძირითადად არის ხოლმე 18-დან 29 წლამდე. და ეს არის კონცენტრაციები, როგორც გითხარით, სოციალური მეცნიერებების კონცენტრაციები უფრო მეტად პოპულარულია. ამიტომაც ყველაზე მეტი სტუდენტი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ან ეკონომიკის განხრით შემოდის, შემდეგ მოდის სამართალი და შემდეგ სამი ჰუმანიტარული კონცენტრაცია, რაც გვაქვს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მოხვედრის შანსებს არ ცვლის, ანუ თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მხრივ გინდათ აპლიკაციის შემოტანა, ეს მიღების შანსებს არანაირად არ ცვლის. უბრალოდ ესეთი პროფილი გვაქვს ხოლმე ბოლოს. ეს არის სამხრეთ კავკასიიდან წარმომადგენლობა. როგორც ხედავთ, დიდი წარმომადგენლობა არ გვაქვს სამხრეთ კავკასიიდან. სულ 3 სტუდენტი ყავდა თითო ყველა ქვეყნიდან თითო სტუდენტი, მოკლედ. სომხეთიდან ყავდა 2015 წელს ერთი სტიპენდიანტი. 2024 წელს საქართველოდან ჩავირიცხე მე და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვარ პროგრამაში და 2025 წელს პირველად აზერბაიჯანიდან ჩაირიცხა ერთი სტუდენტი. ამიტომაც ძალიან გამიხარდება თუ უფრო მეტ ქართველს ვნახავ მომავალში იანჩინის აკადემიაში და მეც რა თქმა უნდა შეგიძლიათ ყოველთვის დამიკავშირდეთ და ყველანაირად მხარს აგიჭერთ აპლიკაციის პროცესში. ხო, მინდოდა ჩემი პირადი გამოცდილებაც გამეზიარებინა, მე რა აქტივობებით ვიყავი დაკავებული იანჩინის ეს არის ძირითადად პირველი წლიდან ჩემი სურათები. პეკინის უნივერსიტეტის ერთ-ერთ აკაპელა ჯგუფს შევუერთდი და ძალიან კარგი გარემო იყო ჩემთვის, მარტო მუსიკის მხრივ არა, იმ მხრივაც რომ უფრო ძალიან ჩინური გარემო იყო და ჩემი ენის პრაქტიკისთვის სადაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ეს არის ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელიც წლის ბოლოს გქონდა ჩემ ჯგუფთან ერთად. ეს არის იანჩინის გლობალური სიმპოზიუმიდან სურათები, ერთ-ერთი დიალოგის მოდერატორი ვიყავი. ეს ერთ-ერთი წარმომადგენელია ჩემი ყოფილი უნივერსიტეტიდან, დიუკის უნივერსიტეტიდან და ამიტომაც წავიყვანა ეს დიალოგი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ეს შარშანდელი სურათებია, წელს მეორე ვუწევ ორგანიზებას ყოველწლიურ დებატებს შვარცმანის კოლეჯსა და იანჩინის აკადემიას შორის. ეს არის ყოველწლიური ტრადიცია, რომელიც ორ კოლეჯს აერთიანებს. შვარცმანის პროგრამა არის მსგავსი პროგრამა ცინხვას უნივერსიტეტში და მათთან მეგობრული ესეთი კონკურენცია გვაქვს ხოლმე და ყოველ წელს ესეთ დებატებს მართავთ, წელსაც გაიმართება თვის ბოლოს. და მე ვუწევ ისე ორგანიზებას. რა ხდის YCA-ის განსაკუთრებულს? YCA-ის ვეძახით იანჩინის აკადემიას სტუდენტები. ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგია იყო პეკინის უნივერსიტეტის გარემოში ყოფნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პეკინის უნივერსიტეტმა თვითონ თანამედროვე ჩინეთის ჩამოყალიბებაში და გარემოც ულამაზესია, როგორც ხედავთ და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ყოველდღე მიწევს აქ ყოფნა. მაგრამ თან, როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი საველე გაცვლები ვახსენე პროგრამის ფარგლებში, მაგრამ პროგრამის ფარგლებს გარეთაც ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ჩინეთის გარშემო მოგზაურობის. ბევრი აქედან დაფინანსებულია, ბევრი შეიძლება თქვენი ინიციატივითაც იმოგზაუროთ ჩინეთის გარშემო, ძალიან იაფი ქვეყანაა ჩინეთი და ძალიან ხელსაყრელია მოგზაურობა მით უმეტეს სწრაფმავალი მატარებლების სისტემით. აქ რამდენიმე სურათი მაქვს აქ შიდა მონღოლეთში წავედით ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს ჩემი ეკონომიკის კურსის ფარგლებში დათონგში წაგვეყვანეს.
ეს ცინგდაოდან არის ეს სურათი, ეს არის მწვანე ტბა ჰანგჯოუში, ეს მე და ჩემი კურსელები თიანანმენის წინ გადავიღეთ სურათები. მოკლედ, ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგია ან ჩინეთის როგორც ქვეყნის ესე ახლოს გაცნობა, არა მარტო აკადემიურად, არამედ თვითონ ყოველდღიური ცხოვრებით და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მოგზაურობით და ჩემი აზრით ძალიან ყველაზე ფასეული ნაწილი პროგრამის არის ეს და რა თქმა უნდა მეგობრები, რომლებსაც გაიჩენთ უამრავი ქვეყნიდან, ჩემთვის საერთაშორისო გარემოში ყოფნა ძალიან დიდი პრივილეგიაა და რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები ძალიან დიდხანს გასტანს იმედი მაქვს პროგრამის შემდეგაც. რაც შეეხება კარიერულ მხარდაჭერას სტიპენდიანტებისთვის, რა თქმა უნდა, კარიერულ განვითარებას პროგრამა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ გვაქვს ამის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ინიციატივა. პროგრამა ჩვენ გვაკავშირებს ხოლმე მენტორებთან, კონკრეტული ორგანიზაციებიდან, მაგალითად აზიის განვითარების და ინფრასტრუქტურის ბანკი, როგორც იცით, პეკინშია და ძალიან დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს სტიპენდიანტებისთვის. კურსდამთავრებულებსაც ვიწვევთ ხოლმე თავის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის, იმიტომ რომ ბევრი იანჩინის სტიპენდიანტი ძალიან საინტერესო კარიერას აგრძელებს პროგრამის დამთავრების შემდეგ. ძალიან ბევრი ვიზიტები გვაქვს ხოლმე კომპანიებში, არა მარტო საველე გასვლის ფარგლებში, არამედ ზოგადად წლის განმავლობაშიც კომპანიებთან ვიზიტი გვაქვს ხოლმე და ჩვენ ცალკე ლექციას ვხვებულობთ კომპანიის განვითარების და თვითონ კომპანიაში კარიერული შესაძლებლობების შესახებ და ასე შემდეგ. ეს არის ლიდერობის უნარების განვითარება, იმიტომ რომ იანჩინის პროგრამა თვითონ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი ლიდერების გაზრდას, ეს თვითონ პროგრამის მისიაშია მოცემული და ამიტომაც აქ როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს ამის გარშემო, რომ ერთმანეთთანაც გვქონდეს ამაზე საუბარი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ პროფესიონალსაც გავეცნოთ, ვინც თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს სხვადასხვა სფეროში. აქ ხედავთ საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც გვიტარებს ხოლმე ლექციებს ხანდახან, ან კომპანიებთან ვიზიტი, ეს არის პრინსტონის უნივერსიტეტის ოფისი ჩინეთში და ასე შემდეგ. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, სად მიდიან ხოლმე იანჩინის პროგრამის დამთავრების შემდეგ. რაღაც ნაწილი სტიპენდიანტების, დაახლოებით 30% ყოველ წელს კიდევ აგრძელებს განათლებას, როგორც ხედავთ, ვინც შემდეგ ეტაპზე გადადის ხოლმე უფრო მეტად დოქტორანტურებზე არიან ხოლმე კონცენტრირებული, ზოგიერთი კიდევ აგრძელებს სხვა მაგისტრატურის პროგრამებში სწავლას. აქ არის მოცემული მოკლე მაგალითი უნივერსიტეტების, სადაც მიდიან ხოლმე იანჩინის სტიპენდიანტები დოქტორანტურისთვის. აქ გვაქვს ჰარვარდი, იელი, კემბრიჯი, პრინსტონი, პეკინის უნივერსიტეტი, თვითონ სტენფორდი, ოქსფორდი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრი აგრძელებს მუშაობას, უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 70% ყოველ წელს მუშაობას აგრძელებს და აქ არის მოცემული სფეროები, ძირითადად, სადაც აგრძელებენ ხოლმე იანჩინის სტიპენდიანტები მუშაობას და რაღაც სხვადასხვა კომპანიები. აქ როგორც ხედავთ, წარმოდგენილი აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების ბანკი, ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, გაეროს სხვადასხვა
დაწესებულებები და ასე შემდეგ. და ეს არის სფეროები ძალიან ბევრი, რადგანაც ინტერდისციპლინარული პროგრამაა, ერთი სფეროს მხრივ არ აგრძელებენ ხოლმე სტიპენდიანტები მუშაობას, ძალიან ბევრი სფეროა აქ წარმოდგენილი. მათ შორის ფინანსები, საჯარო სექტორში მუშაობა, კერძო სექტორი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულებთანაც ვინარჩუნებთ აქტიურ კავშირს, ძალიან ხშირად ვიწვევთ ხოლმე მათ, რომ აქ გაგვესაუბნენ, ან ლექციები ჩაგვიტარონ, ან რჩევა მოგცენ, როცა დოქტორანტურის აპლიკაციებს ვამზადებთ, ან თუ კი რომელიმე კონკრეტული კომპანიით ვართ დაინტერესებული, ეს რესურსი, რაც გვაქვს იენჩინის სტიპენდიანტების, არის რესურსი, რომელსაც ვინარჩუნებთ პროგრამის დასრულების შემდეგაც და ამ რესურსის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. რაც შეეხება თვითონ აპლიკაციის პროცესს და აპლიკაციის შემოტანას. როგორც ვქვი, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი არის სავალდებულო, იმიტომ რომ ეს არის მაგისტრატურის პროგრამა. ამიტომ ბაკალავრის ხარისხი უკვე უნდა გქონდეთ, ან მეოთხე კურსელი უნდა იყოთ, როცა აპლიკაცია შემოგაქვთ იენჩინის აკადემიაში. იანვრის დასაწყისში არის ხოლმე დედლაინები პროგრამის აპლიკაციის და აქ ხედავთ, რას აქცევს თვითონ აკადემია ყურადღებას. რა თქმა უნდა, მაღალი აკადემიური მოსწრება, CV, რომელიც თქვენს კლასგარეში აქტივობებს და თუნდაც სამუშაო გამოცდილებას დეტალურად წარმოადგენს. ძალიან ძლიერი ინტერესი ჩინეთის შესწავლის და რატომ შეგიწყობთ იენჩინის აკადემია თქვენ ხელს მომავალში. და რა თქმა უნდა, ინგლისურის ძალიან მაღალი დონე, იმიტომ რომ პროგრამა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუ ბაკალავრი ინგლისურ ენაზე არ გაქვთ გავლილი, TOEFL-ის ან IELTS-ის დაბარები მოგიწევთ, რომ ინგლისურის დონე აჩვენოთ. ეს არის დოკუმენტები, რაც სავალდებულოა, როგორც თქვი, IELTS-ი ან TOEFL-ი მინიმუმ 100 ქულა TOEFL-ში, IELTS-ში მინიმუმ 7, Cambridge-ის ტესტში მინიმუმ 185, ონლაინ აპლიკაციის ფორმა, დიპლომები, რა თქმა უნდა, რომელიც ან თქვენი სტუდენტის სტატუსს ადასტურებს, ან დიპლომს ადასტურებს. ნიშნების ფურცელი, სამოტივაციო წერილი, რომელიც დაახლოებით 750 სიტყვაა ინგლისურად, research interest, ანუ თქვენი კვლევითი პროექტის მონახაზი, დაახლოებით მონახაზი, რა თქმა უნდა შეიძლება რომ თქვენი მიმართულება კვლევის შეიცვალოს მომავალში, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეთ, რისი კვლევა გაინტერესებთ, რეზიუმე, რა თქმა უნდა და 2 აკადემიური რეკომენდაციის წერილი. ეს არის ჩვენი ოფისის მეილი, თუ კი დამატებითი რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, აუცილებლად დაგვიკავშირდით, შეგიძლიათ მეც დამიკავშირდეთ პირდაპირ, მე ჩემს Instagram-ს და LinkedIn-ს ჩავაგდებ ჩატში. ამის შემდეგ, ახლა